არის სწორედ ეს დღე ომის დაწყების თარიღი და არა მანამდე ან თუნდაც 8 აგვისტო. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა, მძიმე დღეა, მაგრამ ამავდროულად დღეა, რომელმაც უნდა ენერგია მოგვცეს იმ ბიჭების სულის საცხონებლად და სადიდებლად, ის მემორიალზეც დღეს ჩვენ ვიყავით და პატივი მივაგეთ მათ. მართალი ბრძანით აბსოლუტურად არც 2008-ში დაუწყია რუსეთს ომი დაიწყო პირველივე დღეებიდან, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას განცხადებიდან, მაგრამ ჩვენ იქ 92 წელს უკვე აფხაზეთში ცხინვალის რეგიონში ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, რომლის გასაღება ყოველთვის უნდოდა, რომ თითქოს ეს არის ქართულ-აფხაზური ან ქართულ-ოსური ეთნიკური კონფლიქტი და თვითონ რუსეთი არაფერს არ შეარეთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ის შემდეგ გააგრძელა ის აგრესია და საქართველოს უიბრძოდა იმისთვის, რომ რუსების ჯარები საქართველოსდან გაეყვანა და ის იყო საოკუპაციო ჯარები და ასე შემდეგ. იგივე ის ეგრეთ წოდებული სამშვიდობოებით საოკუპაციო ჯარები იყვნენ და ამის პარლამენტის რეზოლუციებიც არის და 2008-ს რაც შეეხება, 1 აგვისტოდან დაიწყეს საკმაოდ ინტენსიური დაბომბები, ჩვენი სოფლების, მსხვერპლიც ყავდა, დაჭერლებიც ყავდა და ასე შემდეგ და ეს ყველამ კარგად იცოდა, ჩვენმა ხელისუფლებამ იცოდა რა, რომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოქცეულიყო და არმიეც არანაირი საბაბი თავი შეიკავა დღეების განმავლობაში აი ამ დაბომბვებს, ამ რაღაცებს, ყველაფერს პროვოკაციებს მაქსიმალურად გაუძველით მანამდე აფხაზეთში ჩვენი საჰაერო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო რუსულმა თვითმფრინავმა ეს ყველაფერი დაფიქსირებულია მანამდე წითელ უბანში დაგვიბომბეს ჩვენი რადარი და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს აგრესია მიმდინარეობდა და ხა 7 აგვისტოს უშუალოდ საღამოს გვიანღამე მოხდა ის, რომ დიდი ძალებით უკვე რუსეთის ჯარი, რასაც ქვია, დაიძრა. 58 არმია დაიძრა, ტანკებით, артиლერიით, ჯავშან ტექნიკით, პირადი შემადგენლობით, უზარმაზარი ჯარი დაიძრა და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბში და მიდიოდნენ ცხინვალისკენ და ცხინვალთან სანახავ ვინც იცის გეოგრაფიას, ცხინვალთან სანამ მიხვალ, მანამდე ეს ქართული სოფლები უნდა გაიარო და გადაუარო, ხო ხა? აბა ხელისუფლება რისთვის არსებობს? ჯარი რისთვის არსებობს? მანამდე გაიტაცეს ასევე ქართული სამხედროებიც. ამას ვამბობ, მანამდე იყო სულ ეს არათუ პროვოკაციები, სამხედრო მოქმედებები ფაქტიურად საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მაქსიმალურად იკავებდა საქართველოს მხარს თავს და ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი აერიდებია, მაგრამ ამ მომენტში ხო უკვე შეუძლებელი იყო რა, ან უნდა გავჩუმებულიყავი და გავჩერებულიყავი და გვეყურებია როგორ გადაუვლიდნენ ამ ქართულ სოფლებს, ან გვემოქმედა როგორც არის საჭირო და დავალდებულებულია ხელისუფლება კონსტიტუციის მიხედვით. აბა რისთვის აყავს უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი და ჯარი, რისთვის აყავს, რომ სწორედ ასეთ მომენტში დიდი ან მტერი თუ პატარა ან მტერი მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ასე ყოფილა, ხო, რომ უნდა გასცე პასუხი, უნდა დაიცვა შენი მოსახლეობა. აი ეს ამას ეძახის ეს მოღალატეთა რეჟიმი, რომ ჩვენ დავიწყეთ რაღაცა მოქმედებები, ჩვენ დავიწყეთ ომი და ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი. ჩვენი არტილერია საიდან მოდის? მაშინ როცა ყველამ ვიცოდით და მთელი დღეების განმავლობაში რუსებიდან მოდის. ყველა ეს ტერმინი ვაშუქებდით ყოველდღიურად როგორ გაყავდა და ცლიდნენ ყველა ეს ტერმინი მოდის რუსებისგან. ყველა ეს ტერმინი მოდის რუსებისგან. ჩვენ თითქოს გენოციდი განვახორციელეთ, რომ აი ხოძეთ ბავშვები, ქალები არა და 4-5 რიცხვში ამის კადრებიც არის, თვითონაც არეკლამირებდნენ რაღაცა, გაიყვანეს ქალები, ბავშვები, მოხუცები, გაიყვანეს. ვითომ სანატორიუმები, ხო, ვითომ დასასვენებლად, ანუ ჩვეულებრივად ემზადებოდნენ ომისთვის, როგორც მათ წიგნებში წერია, როგორ უნდა განახორციელო აგრესია, ჩვეულებრივად მანამდე წვრთნები ჩაატარეს, ლიფლეტები დაურიგეს თავიანთ ჯარისკაცებს. ეს არის მასწავლებელი, რომ სრულმასშტაბიან შემოჭრას აპირებდა რუსეთი. გქონდათ თუ არა მაგ იყო და პრეზიდენტი, ჩვენ თავრობის წევრები ვეკონტაქტებოდით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, რომ აი იწყება მანამდე ვამბობდით, ჯერ კიდევ ნატოს სამიძე უთხრა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომ თქვენ თუ ახლა სისუსტეც გამოავლენთ და საქართველოს და უკრაინას არ მოგხსნით მაგ სამიც გულისხმობთ? დიახ. ხო, ეს ამას რუსეთი აღიქვამს როგორც სისუსტეს და როგორც იმ შანსს, რომ ახლა განახორციელოს შეტევა, ანუ პირიქით ამითი წაახალისებთ, როცა ხარ სუსტი და მტერმა და ავაზაკმა როცა იცის რომ სუსტი ხარ, მე პირიქით ეს უფრო ახალისებს მას, რომ შენ დაგესხას თავს. როცა ხარ ძლიერი და მეგობრებთან ერთად ხარ და ეს მეგობრები ავლენენ სიძლიერეს, მაშინ ამას ვერ ბედავს. ჩვეულებრივი ამბავი ადამიანის ფსიქოლოგიაც არის და მტაცებელიც ამ ფსიქოლოგიით მოქმედებს, ხო ეს იმპერიალიზმი. არ დაგიჯერეს მაშინ თუ არ დაიჯერეს, იმიტომ რომ აი საქართველოს არ უნდა იმდენად სჭირდებოდა ახლა ევროპული ქოლგა. რუსეთთან შედარებით საქართველოს იმდენად რესურსული თვალსაზრისით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ყველა სხვა თვალსაზრისით პატარა ქვეყანა არის, ხო ზოგადად, ხო?
ანუ რუსეთთან ურთიერთობაზე იქ ქონდათ ეს ილუზიები, სრულიად იდიოტური, რომ მაგათთან რაღაცას გადატვირთავდნენ და რაღაცას დაალაგებდნენ და რაღაცნაირად ანუ აი ამ მონსტრს მეტნაკლებად მაინც ცივილიზებულად შეიძლებოდა რომ ეურთიერთა დასავლეთთან. ხო, ამ ილუზიების ცხოვრობდნენ და თან ისე რო იტყვიან პირდაპირ ეს შინაურული თვითონ გამტკბარი ქონდათ რა, რომ ეს კარგი ცხოვრება მშვიდად არიან და არ უნდათ ისევ რომ არ უნდათ დაენახათ ის, რასაც ხედავდნენ ჩვენივრად, მაგრამ არ უნდათ ამის აღქმა. არ უნდა ამის გაცნობიერება, რომ ეს რუსეთი არის აშკარად მომართული სულ უფრო და უფრო მეტად იმისთვის, რომ უკვე შეუტიოს, როცა დადგა ფეხზე, სხვათა შორის დასავლეთის დახმარებით, როცა ფაქტიურად დაინგრა რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი დაიღო, დასავლეთი მილიარდები დაეხმარა, დადგა ფეხზე და ეხლა ისევ გაეღვიძა მადები და ჯერ კიდე მიშა პრეზიდენტი მაშინ ამბობდა, რომ არათუ საქართველოს დაესხმება თავს და ჩვენ გვაქვს ამისი ყველანაირი ნიშანი. უკრაინასაც, აი როგორც აი რავი, თითქოს რაღაცა დელფოსის სპიტია ყოფილიყო, აი ყველაფერს ჯერ ყირიმი იქნებაო და მერე სხვა უკრაინა. ეს განცხადება მოგვისმენი არაერთხელ სხვათა შორის როგორ მოუწოდებდა მაქსიმალურად მეტი შეიარაღება მიეცა დასავლეთ უკრაინას. ამიტომ ჩვენი არტილერია რასაც ესროდა, იმ მიმართულებით ისროდა, რა თქმა უნდა, ხო, საიდანაც შემოვიდა მტერი, გადაიღეს ესა რომ აი ჩვენი რაღაცა ისინი გრადლარები და არტილერია ისვრის და აი ეს ცხინვალს ბომბავენ და აი ამ მოღალატეებმა თქვენ იმას ეკითხებოდით, ანუ რა შეიწინა, ასე ვთქვათ, სტუმარს, რომ რა მდგომარეობა არისო. აი რაც ვერ მოახერხა მტერმა 2008-ში, რომ ჩვენ ქართულმა ხალხმა, ქართულმა ჯარმა საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტის და უმაღლეს მთავარსარდლის მეთაურობით, ჩვენმა დასავლეთელმა მეგობრებმა, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ ფიზიკურად, ბევრი არ ჩამოვიდა, მაგრამ ძალიან ბევრი ჩამოვიდა და ყველამ შეკრა პირი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო ფლოტის ჰუმანიტარული ტვირთით გამოგზავნან და სამხედრო ბაზების საბრძოლო მზადყოფაში მოყვანან და აი ესეთმა ენერგიულმა ნაბიჯებმა აიძულა, აი ყველაფერმა ამან ერთობლიობაში აიძულა რუსეთი გაჩერებულიყო და ჩვენ ყველამ ერთად გადავარჩინეთ თანამედროვე ქართული სახელმწიფო, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სუვერენიტეტი, რაც ვერ მოახერხა თავის დროზე პირველმა რესპუბლიკამ და მისმა მთავრობამ 21 წელს. ბატონ გიორგი, მე მაშინ მუშაობდი ფრილანსერად ფრანს 24-ის ჯგუფთან ერთად. როცა გორის მისადგომები გადაკეტა უკვე რუსულმა ჯარმა და დაიძრნენ თბილისისკენ. და ჩვენ არ ვიცოდით ორჭოსანისკენ თუ გადაუხვევდა მაშინ, იმიტომ რომ როგორც ჩანს გზაში მიიღეს ბრძანება და როცა ფრანგმა ჟურნალისტებმა კითხეს გზაზე მიმავალ რუსული არმიის შენაერთების წევრებს საით მიდიოდნენ, პირდაპირ თქვეს რომ მიდიოდნენ თბილისისკენ. და მე მაშინ ჩემს ტელევიზიას რუსთავიორს დავურეკე და ვუთხარი რომ მოდიან თბილისისკენ, ასეთი სინქრონები ჩაწერეს, ასეთი კომენტარები ჩაწერეს და მე გადაუხვეს უკვე ახალგორს. ბევრმა ჩვენმა თანამემამულემა არ იცის და ბევრიც სამწუხაროდ არ აფასებს იმას, რომ მარტო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ჩვენმა მთავრობამ ამას კი არ ტრაბახობთ. არამედ ყველამ ერთად, აი რაც ჩამოვთვალე, აი ამ ფაქტორებმა. და მათ შორის ხუთი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლა დიდი რისკის ფასად. ის ხუთი პრეზიდენტი ვისთან ჩამოვიდოდა, მიშა რო გაქცეულიყო. რა თქმა უნდა. ვისთან ჩამოვიდოდა, ხო? არ ჩამოვიდოდა, ხო, არა, ბუნებრივია, მიშამ დაურეკა და გთხოვ ჩამოდით, იყავი ჩვენს გვერდით. ამას იხსენებს ყველა პრეზიდენტი. ძალიან დიდი როლია, რომ ამ ცხონებულმა მაგარმა კაცმა იგაჩნიათ, რომ სწორედ აი ამ წინააღმდეგობის თბილისის საქართველოს არ დატოვების რუსეთისთვის გაწეული რაღაც გმირული მედგარი წინააღმდეგობის გამო არის ახლა. ამისთვის იჯება, დიახ, ამისთვის პუტინმა თქვა, რომ სააკაშვილი ჩამოვკიდებო, იმიტომ რომ მან ჯერ გაბედა ისა, რომ დაეწყო თანამედროვე არასაბჭოთა ყაიდის ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მოახერხა ძალიან ბევრი რამის გაკეთება, თანამედროვე ქართული პოლიცია, თანამედროვე ჯარი, საბაჟო, საგადასახადო, ახლა საბაჟო საგადასახადო შეიძლება ბევრს არ აღელოდეს, მაგრამ თუ საბაჟომ და საგადასახადომ კანონიერად და წესიერად და კორუფციის გარეშე გადასახადი არ აკრიფა, იქ არც ჯარს ექნება ხელფასი, არც პოლიციელს, არც ის იქნება პენსია იქნება, არც ბიუროკრატის ხელფასი იქნება, არც პედაგოგს არ ექნება ხელფასი, ვერც სკოლას ააშენებ, ვერც გზას ააშენებ, ვერაფერს, ხო და აი ეს ყველაფერი რო გააკეთა მე იუსტიციის სახლები და საქართველოს გალამაზება, ხო, ეგ არაპატია, იმიტომ რომ რუსები ჩამოდიოდნენ ჩვენთან და უყურებდნენ, ვა, საქართველოს თუ შეძლო, აბა ამას რატო არ აკეთებს რუსეთი? ვიდეოებიც ხო არსებობს, ჯარის შეიარაღებით როგორი აღფრთოვანებული იყო, როცა ძარცვავდნენ შენ. საფრთხეთ აღიქვა ეს პუტინმა, ეს ერთი, მეორე კოსოვოს აღიარების გამო აი სამაგიეროს გადაგიხდით იქ სადაც შემიძლია და გატკენთ
ეგეც мотиваცია იყო და აი დაინახეს კიდე ასე ნატო სამიძე ორჭოფობა და სისუსტე. აი და გათიშულობა ჩვენი მეგობრებისა, სხვათა შორის რომელსაც კიდევ მადლობა უნდა გადაუხადო არა მარტო ამ ომის დროს ხარდაჭერისთვის, არამედ აი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ჩვენი ძირძველი ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის. რას არის და აი ამ ხალხსებისთვის ეხა და რუსეთთან თანამშრომლობს ეს მოღალატური. გადავიდეთ ახლა იმ საკითხზე, რომელიც გამოუგნებელი იყო დღეს ჩემთვის. წავიკითხავ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის გიორგი ბარამიძის მიერ გადაცემა საქართველოს დაბადებაში იაგო ხვიჩიასთან გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყება საფუძვლად დაედო ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომის და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქმული აზრები აცხადებენ პროკურატურაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307 პრიმა მუხლით სამშობლოს ღალატისთვის პასუხისმგებლობა რამდენიმე მუხლით არის განმარტებული. პროკურატურა ამ შემთხვევაში 318 მუხლზე მიუთითებს, რომელიც საბოტაჟს გულისხმობს. კიდევ ერთი მუხლი არის, კიდევ ერთი საქმე საბოტაჟის მუხლით. ამ მუხლით საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს დაწესებულების ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელი შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. რას გეტოვებიან ამ განცხადებაში და თუ შეგიძლიათ მოგვიყევით პროცესები, როგორ განვითარდა ინტერვიუდან, მე რაღაც მოკლე მომენტის ამოჭრით, ვირუსულად ამ მომენტის გავრცელებით და იქ ცდილობა იყო, რომ თქვენი ეს კომენტარი მიბმოდა სწორედ დღევანდელ თარიღს და ეს რაღაცნაირად დაკავშირებოდა 2008 წლის ომს და არა აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომს, ხო? მოგვიყევით აი დეტალურად რა შეგიძლიათ გაიხსენოთ ამ ინტერვიუდან და რატომ ცდილობენ ახლა თქვენ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას. დიახ, დიდი მადლობა თია. ნუ რატო ცდილობენ ახლა უნდა შეგიტრიალონ რა თქმა უნდა მოღალატეებმა უნდა შენ დაგარქვან რომ მოღალატე ხარ. ხო, როგორც ანუ კორუფციასთან თავარ მებრძოლი და თავარი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შემქმნელი თურმე დამნაშავეა და 5 წელი ციხეში უნდა იჯდეს და თქვათ იგივე ლევან ხაბეიშვილი განცხადებისთვის და პატა ბურჯულაძე ყოფილა ქვეყნის ამომგდები და გადამშენებელი და ის უნდა იჯდეს ციხეში რა თქმა უნდა. და ის ადამიანები ზიამაღლობელი და რა ვიცი ვახოსანაია და აი ესე და ტროტუარზე მდგომი ხალხი აი ჩვენ ვართ საქართველოს მტრები და ეგენი არიან მამა აბრამის ბატკნები ხო რომლებმაც 14 წლის განმავლობაში გაატყავეს საქართველოს და აბარებენ რუსეთს და ასე ვთქვათ, პირისპირებენ ჩვენს ქვეყანას ხო? რაც შეეხება ეხა ამას ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ბევრმა მართლა მას შემდეგ რაც ცხადია ქოცური და რუსული პროპაგანდა ბარისთვის არის რომ რაღაცა არ ამოჭრას და ადამიანს ანახოს, რომელსაც არ უნახია 3 საათნახევრიანი გადაცემა ჩემი ინტერვიუ და აი ეს სიტყვები ამოჭრას, რომ აი ქართველები ხრეთდით ტყვეებს. რას ნიშნავს? ანუ სულ ხრეთდით და სულ აი მით ვიყავით დაკავებულები რომ ხრეთი ანუ ჯერ აგვყავდა თითქოს აი ესე ჯერ ესე გაასახეს ჯერის გაასახეს რომ ეს თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა ჯერ ეს ასე ვთქვათ გაუშვეს ეს ისა ხალხს ეს დააჯერეს ნაწილს და მე რომ თითქოს თელი ამ აფხაზეთის ომის დროს ჩვენ თელი ამ ხრის განმავლობაში ხრეთდით ჩვენ თურმე ხალხს ბატონ გიორგი და მე აი ნაწყვეტია თქვენი ამ ინტერვიუდან საიდანაც ალბათ ხელმძღვანელობს პროკურატურა და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, წავიკითხავთ თუ არა და თქვენ გაიხსენებთ თუ გნებავთ. არა, მე უბრალოდ გიყვებოდით ამაზე. კი, არა, მინდა დავკონკრეტდეთ სანამ დრო გვაქვს და ამიტომ. ესე იგი, აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას შეეხებოდა ინტერვიუს ეს მონაკვეთი. ბატონო გიორგიმ ასეთი რამ თქვა. პირველი ტყვეები რომ ჩავარდნენ, ჩვენი გაგრა რომ დაეცა. მეფარიშვილის ბატალიონი ერქვა, იბრძოლეს ბოლომდე ბიჭებმა. უბრალოდ ტყვია წამალი დაუმთავრდათ და 45 კაცი ჩავარდა ტყვეთ. ვთქვი რომ წავალ სოხუმში, იქ ვიღაცას დაუკავშირდები, წითელი ჯვრის მეშვეობით, იქნებ დაგვაკავშირონ და დავიწყოთ ამ ხალხის გამოხსნა. ის ცალკე ისტორიაა, ისინი როგორ გამოვიყვანეთ, პირველად როგორ შევედი წითელი ჯვრის დახმარებით, როგორ გავიცანი ანქვაბი ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორ შევედი მათივე ხელით აშენებულ საკონცენტრაციო ბანაკში გუდაუთაში. შევედი და ვთქვი, გამარჯობა, მე გიორგი ბარამიძე ვარ, პარლამენტის წევრი და აი გიპოვეთ, ყველაფერს გავაკეთებთ რომ გამოგიყვანოთ და ყველანი გამოვიყვანეთ. მისი ნათქვამი ეს ფრაგმენტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, სადაც მას აკრიტიკებდნენ
ეს არ მოხდა გადაცემაში, როგორც მივხვდი, ხო? უფრო სწორედ ამ ამოჭრილ კონტექსტში არ მოხდა. მაგას როგორ ჩასვამდნენ? რა თქმა უნდა, გადაცემის მიღმა გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი იწყება სიტყვებით, რომლებიც მანამდე ნათქვამის გაგრძელებაა, მაგრამ აღარ გვაძლევდნენ ტყვეებს. ასე იწყება ეს კონტექსტი, რომელიც ამოჭრეს გიორგი ბარამიძის მოწინააღმდეგეებმა დიდი ალბათობით, ესენი სწორედ ქართული ოცნების მომხრეები და ქართული ოცნების წევრები არიან. აღარ გვაძლევდნენ ტყვეებს და ჩვენ ტყვეები კი არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ. ამ დროს გადაცემის წამყვანმა პოლიტიკოსმა იაგო ხვიჩიამ ჰკითხა გიორგი ბარამიძეს, რატომ? გიორგი ბარამიძემ მას უპასუხა, რომ ხრეტდნენ ჩვენები. წამყვანი აკითხება, რატომ? ეს აუცილებელი იყო? გიორგი ბარამიძე. აუცილებელი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციების შეკავება ძალიან ძნელია. სწორედ აი ამ სიტყვების გამო აღძრულია საქმე გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით. ახლა მოგვიყევით თქვენ ეს ისტორია, რა მოუყევით იაგოს. მადლობა, რომ ეს დაიკითხეთ, იმიტომ რომ ანუ ძალიან დაბალი ინტელექტის ადამიანი უნდა იყო, რომ იფიქრო, რომ ჩვენ სულ მუდმივად ხრედით, ჯერ ერთ ის იფიქრო, რომ ის დამაბრალეს, რომ თითქოს ჩვენ აგვყავდა, ანუ ვატუსაღებდით ამ ტყვეებს და მერე გამოვყავდა და მერე ხრედით. ომის დროს ოჯახი რო ყავს ამოხოცილი, და, დედა, მამა დახვრიტავდა ესური, აბა რას იზამ მტერს. ეს დანაშაული არ არის. ეს ამას აკეთებდა ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, ჩვეულებრივი რიგითი მოხალისეები, ოჩამჭირის ფრონტზე. მხედრიონი იყო, ის რეგულარული ჯარიც არ იყო. აბა რას იზამს? მტერს ესურის, ეს დანაშაულია მტერს რო ესროლო? მტერს დახვრიტავდა ესური. ომი ცუდი მაგიტომ არის, რომ ადამიანის მოკლა გიწევს. ოღონდ ამ შემთხვევაში ეს ის ომი იყო, რომ ჩვენ სამშობლოს ვიცავდით. და ჩვენი ოჯახების ხომ არ ფიქრობთ, რომ თითქოს თქვენი ნათქვამიდან, ყოველ შემთხვევაში კონტექსტიდან ამოგგლეჯილი ფრაზიდან ისე ჩანდა, რომ ტყვეთა ყვანილი ადამიანები დაიწყო. აი ეგ მაგით დავიწყე რა, რომ თითქოს ისე წარმოაჩინოს, აი თქვენ ავიყვანეთ და მე სადღაც დავამწყდეთ და მე გამოვიყვანეთ და დავხრიტეთ. ანუ ხრედდნენ, ანუ ესუროდონ. იმიტომ რომ ტყვის აყვანას ახლა ეს ძალიან ისეთი სპეციფიური ამბავია, სამხედრო ამბავია. ხო შეიძლება სხვა სიტყვა გეხმარა რა, ესროდენ, კლავდნენ, რა, იგივე არის, ხო? ანუ ომის დროს ესური, ხრეთ, კლავ, ხო? ომი ისეთი უბედურებაა, რომ ადამიანის კლა, მოკლა გიწევს. ხო? ეგ ამიტომ არის ცუდი ომი, ყველანაირი ცუდი, მაგრამ ეს არ არის არავის დანაშაული. და მით უმეტეს ჯარის, ჩვენი ჯარის და სახელმწიფოს ანუ რასაც ესენი ამბობენ, რომ თითქოს მე ჯარი დავადანაშაულე და თითქოს მე სახელმწიფო დავადანაშაულე, რომელიც აი ეს სიტყვები თითქოს სახელმწიფოს შეუქმნის პრობლემებს სადღაც იმ ადგილებში, სადაც უკვე წერტილი დასმული აქვს რუსეთის აი ამ დანაშაულებთან დაკავშირებით, ხო? და თითქოს აი ჩვენ თელი ამ ხრის განმავლობაში ტყვეები არ გვყავდა და სულ ყველანი ჩვენ ქართველები ხრედით, რუსები როგორი ჰუმანურები იყვნენ, არ ხრედდნენ. და აი თითქოს მე ეგეთი სისულელე ვთქვი. ხო? ანუ ეგ როგორ უნდა წარმოიდგინო ადამიანმა, ხო? აბა, როგორ მომცემდნენ მე ტყვეებს და მე და ჩემს მოადგილეს 200 ქართველი მებრძოლი ყავს გადარჩენილი. არა მარტო ის მეფარიშვილის ბატალიონის 45 კაცი. ამ 13 თვის და 13 დღის განმავლობაში 200 ქართველი ვაჟკაცი, რომელმაც იბრძოლა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა, გამოვიხსენით სიცოცხლე. აი სწორედ მაგ ეპიზოდის შედეგად, რასაც იხსენებთ მაგ ინტერვიუში. ხო, ეს იყო პირველ დღეებში, პირველ კვირეებში, როცა ქაოსი იყო, როცა ადამიანებს შურის ძიების განცდა ჰქონდათ, მერეც ჰქონდათ, მაგრამ მერე შედარებით დაალაგდა მეტნაკლებად ვითარება და როგორ უნდა მოეთხოვა ვინმეს, რომ შენ ტყვე რატო არა იყვანეო რა, განწარებულ ადამიანს ოჯახი რო ამოუხოცეს და მეგობარი ამოუხოცეს და ბიძაშვილი ამოუხოცეს. ეს რა არის ამაში გასაკვირი, რომ ადამიანმა მტერს ესროლოს. დახვრიტოს და ესროლოს და მოკლას. აი ეს არის გასაკვირი ომის დროს, რომ ეს ხდებოდეს? კიდევ ერთხელ ომი იმიტოა ცუდი, რომ ადამიანის მოკლა გიწევს. კი. მე ჩავერთე ჩვენ მეც დეპუტატი ვიყავი, სხვადასხვა თავდაცვითი უშუალობის კომიტეტის წევრიც ვიყავი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მდივანი ვიყავი. იმ პარლამენტზე მეხმარებოდა ეს ჩემი სტატუსი, ყველას ვიცნობდი, რა ვიცი, პრეზიდენტთან დაწყებულ სახელმწიფოს მეთაურიდან დაწყებული მინისტრებს, ყველას, ვინც კი ასე ვთქვა, რამეს წარმოადგენდა და მეხმარებოდნენ ისინი და ეს საკითხის მოვაგვარეთ და ტყვეების ყავდა და ყველაფერი. ხო, აბა ეხლა ისე როგორ მომცემდნენ და გაცვალეთ. რა თქმა უნდა, ხო, აბა როგორ გამოვიხსნიდი მე?
ტყვეები რო არ ყოლოდა ჩვენ როგორ გამოვიხსნედით და ხო ამის დაღეჭვაც საჭირო გამხდარა თურმე მაშინ პარლამენტში რომელი პარტიის სიყავ პლანეტა პარტიის ამის დაღეჭვაც თურმე ყოფილა საჭირო რომ თქვი რომ გამოვიხსენით ეს ხალხი როგორ გამოვიხსნიდი თუ ტყვე არ გვეყოლებოდა ანუ ეს ხო 2-2-4-ია ხო რა ვიცი ეხლა მაინც ხო ხედავენ ბატონ გიორგი აი ხო ცხადია რომ კონტექსტი უკრაინაში როგორ იცვლება ისინი ხო აი ხო რუსები აძლევენ ხო ესე არის ტყვეთა გაცვლის ამბავი ფოტოშორის მაინც ის მომენტია რომ ჩვენ ნაკლები გვყავდა მაინც ტყვეები მაგრამ ისინი უფრო მეც გვაძლევდნენ მაგრამ ყავდა ეს ტყვეები იმიტომ რომ დაალაგდა უფრო მეტი დისციპლინა იყო მეც ჩავერთ ახლა მე არ მინდა რომ ისე გამომივიდეს თავი გამომივიდეს ანუ აი ამ სიტყვას გამოეკიდნენ თქვენი აზრით ხო აი ამ სიტყვას გამომეკიდნენ დახრეტა რომ თითქოს ეს დახრეტა ეხება უკვე დაჭერილ უკვე დატყვევებულ ადამიანს იმას ეხება თითქოს და ეგეთ რამე არ მithქვამს ნამდვილად არ მithქვას აიღეს და ეს აზრი ადამიანებს ჩაუტენეს მით უმეტეს აი ეს მოგლედი ხუჩია თუ გამოეხმაურა თქვენს წინააღმდეგ ასეთ აგრესიულ შეტევით კამპანიას იმიტომ რომ უშუალოდ იაგო ხუჩიასთან მოყევით თქვენ ეს ყველაფერი მან თავის ხურით იაგო ხუჩია ამ შემთხვევაში იაგო ხუჩიას დაცვა არ მჭირდება რაც არის ვისაც აინტერესებს ნახავს ამ ინტერვიუს და ყველაფერს კარგად გაიგებს ვინც ყურადღებით მოისმენს, რას ვლაპარაკობ, ამბობ, რომ პირველ დღეებში, პირველ ხანებში ხდება ეს ყველაფერი. პირველი დღეებია და პირველი პერიოდია და პირველი კვირეებია, ხო? როცა ჩავარდნენ ტყვეთ, კიდევ ერთხელ ამბობ, ქეთს ვიხრი მათ წინაშე, ძალიან მაგარი ვაჟკაცები, მეფარიშვილის ბატალიონი, ბოლომდე პოზიციები არ მოუცვლიათ, იბრძოლეს ტყვია წამალი რო აღარ ქონდათ, ალყა დაარტყეს და აიყვანეს რა და მათ ააშენებიეს საკონცენტრაციო ბანაკი გუდაუთაში. და მართლა იქ შევედი და ეხლა აი რაღაცა ბურძგლავს რა რომ იმათ რომ წარმოვიდგენ ახლა ხო და ვამაყობ ამითი და მე თურმე რაც გამიკეთებია ეს 45 ბიჭი და კიდე სხვები ვაჟკაცი 200 კაცი პაატასთან ერთად არ მინდა რომ გამოვტოვო პაატა ზაქარიაშვილთან ერთად ჩემი მოადგილე იყო დიახ გამოვიხსენით ტყვეობიდან და თურმე მე ვყოფილ ვარ საქართველოს მოღალატე მე ვიბრძოდი ავტომატით ხელში მათ შორის პირველ ყოვლისა ოჩამჩირის ფრონტზე იმიტომ რომ იმათ არ გაეგოთ ამ გაცვლების პერიოდში რომ მე ვიბრძვი ფიზიკურად თორემ არ მომცემდნენ ამის საშუალებას ამიტომ ვიყავი ოჩამჩირის ფრონტზე სადაც მხედრიონი მართავდა სიტუაციას და მოხალისეები იყვნენ იქ რეგულარული ჯარი პრაქტიკულად არ ყოფილა ხო ამიტომ რეგულარული ჯარს ეს არანაირად არ ეხება არც მით უმეტეს სახელმწიფოს პოლიტიკას არ ეხება არც ვინმეს მიერ დატყვევებული უკვე დატყვევებული ადამიანის დახრეტას არ ეხება და მე ვიბრძოდი იქ ავტომატით ხელში და ამათი ლიდერი მოღალატე ხო მაშინ მოსკოვში იყო მე რო პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ნუ დეპუტატი ვიყავი და სულ არავინ არ მავალდებულებდა ამ ამბავს. სულ არავინ არ მავალდებულებდა ამ ყველაფრის რისკის ჩემ თავზე აღებას ვიქნებოდი როგორც 99% დეპუტატებისა იყვნენ. ერთი იყო კიდე ბატონი ნონდარ ნათაძე. რიგითი ნათაძე რო იძახოდა. ხო და არ ვიცი, ვინმე არ მინდა გამოჩეს. სხვა მე იქ არ მინახია. და საფრთხეში თავს ვიგდებდი და ამათი ბელადი, რომელიც იძახის რომ აი რომელიც მართლა ადანაშაულებს საქართველოს რომ თურმე ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ესე იგი დამნაშავეები ვართ, ხო? იმაზე არ აღილდნენ. იმაზე არ თქვეს, ესენი რო ლაპარაკობენ, რომ ძინარის ხინვალი და დავბომბეთ და ჩვენ დავიწყეთ ომი, იმაზე არ აღილდნენ. და აი ეს ტიპი, ხო, მაშინ მე როცა ავტომატით ხელში რუსებს ვებძოდი, რუსეთში იყო. ფულს აკეთებდა, მაყუთს აკეთებდა. და რუს გენერლებს ელაკუცებოდა და მაგათთან ერთად არაყს სვამდა. აი ეს არის ამათი მორალი. აი ესე არის ყველაფერი უნდა ააყირაო და პატრიოტს მოღალატე დაუძახო და მოღალატეს პატრიოტი და მოღალატემ უნდა გაასამართლოს პატრიოტი სამშობლოს მოღალატეობის გამო და სამშობლოს მოღალატენა პუტინის ლაქიამ უნდა ციხეში ამყოფოს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. ეს არის დღევანდელი საქართველოს უკუღმართობა. და ეს გააკეთა ორუელის სამყარო, რომელიც შექმნა ბოროტება, სიკეთია და ასე შემდეგ, ხო? ხო, ომი მშვიდობა და ასე. ხო და აი ეს გააკეთა პუტინმა მერე უფრო ჭკვიანურად 2012 წლის 1 ოქტომბერს. როდესაც რო ვერ დაგვამარცხა ტანკები და артиლერიით, იმიტომ რომ თელი ერი დადგა, თელი ჯარი დადგა, იბრძოლა სახელმწიფომ, თელი მსოფლიო დადგა ჩვენს გვერდით და ეს ვერ შეძლო. შეძლო სპეცოპერაცია. და ახლა აეგ არის ძალიან სიმბოლურია და ვამაყობ ამითი, რომ სწორედ მოღალატეებმა, რომლისგანაც ბევრად უარესვეგოთ, ამ მოღალატეებისგან მე ყოველ წამს ტყვიასაც ველი. ნუ ყველაზე მცირე ქუჩაში დახვედრას და ფიზიკურ ანგარიშტორებას რაც ყოველდღიურად ხდება. დაგიბარეს უკვე პროკურატურაში ბატონი. რა თქმა უნდა ვინაძლევს თქვენს წინააღმდეგ ჩვენებს. აი ხა ვინაძლევს ჩვენებას მაგას არანაირი ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს რაღაცა დეპარტამენტს აჩივლებია და რაღაცა. ხო ცხადია ეს არის სწორედ იმ პოლიტიკის გაგრძელება რომ პატრიოტი უნდა გამოაცხადო მოღალატეთ
და რაც ნამდვილად სახელმწიფო პოლიტიკაა და რაც ნამდვილად პატრიოტიზმი და ქვეყნისთვის ბრძოლა არის, ის ყველაფერი შეატრიალო და იქით ამ ტერმა აქეთ შემოგვიტიოს, ხო, როგორც უკვე თქვი. რაც შეეხება პროცედურებს, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ამათგან ყველაფერს ველი თქო, ტყვიასაც კი ველი და დაპატიმრება რა არის ჩემთვის, რუსებს უკვე მოსჯილი აქვს, როგორც უკვე თქვით, 6 წელი და 6 თვე. არც ის გამიკვირდება თქო, მაშინ როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინაც თქვი რომ ამათმა რომ ჩაატარებიონ რუსებს სპეცოპერაცია და ჩემი თავი აგერ ცხინვალში დგანან მათი წყალობით და ეს ოკუპაციის ხაზი იწევს და ლაპარაკობენ რომ არაფერი არ ხდებაო ამ 2012 წლის შემდეგ იმხელა ტერიტორია ოკუპირებული რომ ორი ქალაქი ცხინვალი და ერთი ქალაქი სოხუმი იქნება და ეს მოღალატეები ამბობენ რომ არაფერი არ მოხდარო ჩაატარებენ ერთ სპეცოპერაციას და მოატაცებიან ჩემ თავს და გამიშვებენ რუსეთში. ამისთვისაც ვდათა ვარ, მაგრამ არ წავედი საქართველოსდან პრინციპულად. იმიტომ რომ მე ჩემი სიკვდილის შიში და ამის შიში იქ აფხაზეთში დავტოვე. იმიტომ რომ თუ იქ იმ შიში არ დატოვებ, ნაბიჯს ვერ გადადგამ. ხო? ამიტომ ვარ ამისთვის და მე მახსოვს ერთხელ პირდაპირ ეთერში მერთობოდით უკრაინიდან, როცა დაბომბები იყო საკმაოდ ძლიერი და მე შემეშინდა თბილისში და თქვენი ხარშექშინები. შენი არაფერი არ გასახდება. ეს მე რა განსაკუთრებული კი არა. ასე არის ყველა 6 წელი ნახევარი მოგისაჯეს უკვე. 6 წელი და 6 თვე უკვე მოსჯილი მაქვს. ხო და ამათგან ყველაფერს ველოდები, ახლა არ ვიცი ახლა შეიძლება არც იმას გამოურიცხავ რომ აი ეს აიღონ და გადამცენ, იმიტომ რომ ხა თუ იმასთან თანამშრომლობენ ბელორუსიის KGB-სთან, დღესაც რომ KGB ხвия, ანუ რაც არის FSB-ს ფილიალი, ოფიციალურად ხელშეკრულება აქვს აი ამ ივანიშვილის სუს დადებული, ოფიციალური. ეს არ მორიდებიათ. იმაზე არ აღშფოთენ. სახელმწიფოს ღალატისთვის ისინი არ აღშფოთენ ვიღაცაები. წარმოიდგინე, ეს არ არის სახელმწიფო ღალატი. ამიტომ პროკურატურაში ცხადია არ მივალ, ვისაც ეს პროცედურა აინტერესებს, მივალ მაგის მოსამართლესთან და კიდევ ერთხელ მექნება საშუალება, ვინც რამე ვერ გაიგო და გულწრფელად ვერ გაიგო, აუხსნი, არა მაქვს ამის პრობლემა, მაგრამ ახლა ხოც მე ვერ შევცვლი და ვერც იმ ზოგიერთ პოლიტიკურ აფთარს თუ იმას ტურას, რომელიც უფრო იმაზეა მიმართული ნაციონალური მოძრაობას ებრძოლონ, ვიდრე ამ მოღალატეთა რეჟიმს. რა ვიცი, ესე ფიქრობენ რომ შემაშინებენ და რა ვიცი. რა ვიცი, ესე ფიქრობენ რომ შემაშინებენ და კი ბატონო, აი ნახონ შემეშინდება თუ არა, რა ვიცი. მეტყობა რამე შეშინებული? დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. აუცილებლად გავიმარჯვებ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს იქნება თავისუფალი, ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი და საქართველოს იქნება დემოკრატიული, ცივილიზებული, ევროპული სახელმწიფო, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს სამის მიმართეს, აი ეს მინდოდა მე თქვა აბსოლუტურად. რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთი რომ დამნაშავეა, რუსეთი რომ ეთნიკური წმენდის ჩამდენია, ეგ ყველგან არის უკვე დადასტურებული. და მაგას არაფერი არ შეცვლის, არანაირი ჩემი ინტერვიუ თუ რაღაცა, თუნდაც არასწორად რომ ეთქვა, არაფერი არ შეცვლის. იმიტომ რომ ეს არის გაეროშიც დადასტურებული, ეუთოშიც, საერთაშორისო სასამართლოებშიც და საპარლამენტო ასამბლეებში ევროსაბჭოში. ასე რომ აი ეს ქარიშხალი ჭიკაში არის ის კლასიკური ამბავი, რომ პატრიოტს მოღალატემ უნდა მოღალატე უწოდოს. არ მეშინი ამისა და მზადა ვარ ყველანაირი გამოწვევით და ყველანაირი ბრძოლით. ლოგიკური გაგრძელებაა საქმეს. გიორგი ბარამიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. იყო ჩვენი სტუმარი პირდაპირ ეთერში, იმედია მას კიდევ არაერთხელ ვიხილავთ ჩვენ სტუდიაში.